მოგესალმებით TV ქართულის ეთერიდან. თქვენ უცგებთ გადაცემას ცოდნის სკივრი, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. თქვენ შეგიძლიათ ეს გადაცემა იხილოთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს მოსახერხებელია არასკევს დილის 7 საათზე. წარვადგენ სტუმარს მადლიერების გრძნობით. ვფიქრობ, ბევრს გაახარებს ბატონი ყარამან ფაღავას დანახვა და ეს სტუმარი გახლავთ უკვე როგორც მოგახსენებთ პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უამრავი წიგნის ავტორი. წარმოიდგინეთ ახლა პედიატრი რო იქნება და თან მე ვიცი, მე პირველად აღვხვდები ბატონ ყარამანს, ეს არის საოცარი სიფაგისით დამოკიდებულება ბავშვებთან მისი, ეს ვიცი და როგორი სპეციალისტია. ამდენად ვფიქრობ, ეს თქვენ გაგახარებთ და გაგიჩენთ სურვილს იმისას, რომ უცქიროთ ამ გადაცემას. ბატონ ყარამან, თქვენი ნებართვით მე მინდა პატარა მონაკვეთი მოგახსენოთ ჩემი ბავშვობიდან და რატომ მინდა რომ გავიხსენო. როცა პატარა ვიყავი, რატომღაც ყველას ეგონა, რომ მე უნდა ექიმი გამოვიდე. გამოსულიყავი ექიმი. და რატომ მეთქი რომ ვკითხულობდი, შენ ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი ხარო და ბავშვებს ეს სჭირდებათო. მაგრამ მე ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის, რომ თუ კი მე გადავწყვეტდი რომ პედიატრი ექიმი გამხდარიყავი, აუცილებლად პედიატრიას ამოვირჩევდი და რატომ? იმიტომ რომ საზოგადოების ყველაზე საპატიო ფენად ნაწილად მიმაჩნია ბავშვები. ეს არის ჩემი სამყარო. როცა მე, ესე იგი, წარმოვიდგინე, რომ გავხდი პედიატრი და უკვე კაბინეტში ვზივარ, იცით? და უცბად წარმოვიდგინე, რომ გაიღო კარი და შემოვიდა ატირებული პატარა ცრემლების ზღვრით და მე არ ვიცი, არ მეუბნება, როგორ გეტყვის ახლა ბავშვი წლამდე ასაკისახო და ვიდრე ამას გაუგებ რამეს და მოარჩენ, მე ჩემი დამემართებოდა და ამიტომ იცით რა, ცუდი სიტყვა თითქოს ვერ გავიმეტეთქო, მაგრამ იცით რა, ტკივილთან დავაკავშირე, მე ვერ მოვისვენებდი და ამან განაპირობა, რომ სასწრაფოდ თქვი უარი. მე მირჩენია ცელქი თამაშით გაოფლილი ბავშვების ცქერა, ვიდრე დაუშვათ იმ გაჭირებულის, მაგრამ ეხლა უყურეთ, როგორი ბედნიერებაა, როცა თქვენივე მორჩენილი ბავშვის ცრემლები რო ღიმილად ექცევა, ამას რო დაინახავთ. ასე რომ ბატონო ყარამან, მე ვის ანცი და ცელქი ბავშვები ჩემთვის დავიტოვე და ის ბავშვები, ვისაც ტკივილი აწუხებდა იმ წუთში, თქვენ გადმოგაბარეთ. და უბედნიერესი ხართ იმ დროს მე შევსწრები ვარ ამას, როცა ბავშვი თქვენ ხელში კარგად ხდება, როგორი ბედნიერი ხართ. და მე ერთიც მინდა მოგახსენოთ, სულ ფიქრობდი ბავშვობის პერიოდში, რომ რაღაც ხელსაწყო, რაღაც აპარატივით უნდა გამოვიგონო მეთქი, რომელიც მომცემს საშუალებას იმისას, რომ წლამდე ბავშვი რას ლაპარაკობს, რა უჭირს, არა რას ლაპარაკობს კი არა, რა უჭირს, რომ იქნებ როგორღაც მითხრას. თორე გაღიმებული ისედაც ხვდებით რას აკეთებს. და ისა, ეხლა იმის აღნიშნა მინდა ბატონო ყარამან, რომ მე აღმოვაჩინე, რომ მე და თქვენ ვართ კოლეგები. და რატომ? მე რა რო ექიმი არა ვარ. მე ვარ სულის ექიმი. თქვენ ხართ სხეულის. მე მურჩი. ეხლა მინდა გთხოვოთ გვითხრათ თქვენ შესახებ ის რაც გნებავთ თქვათ და მე ჩემი მხრიდან დავამატებ. ვინ არის ყარამან ფაღავა? თქვენი მხრიდან დანახული. ერთი ჩვეულებრივი ექიმი გახლავართ.
ბავშვთა ექიმი, პროფესორი. ვერ დაგეთანხმებით ჩვეულებრივზე? ჩვეულებრივ მე არ მეყვარს ხმამაღალი სიტყვები და ხმამაღალი საქმიანობაა. ხო, რა შეგვიძლია და როდესაც მეუბნებიან ხოლმე თქვენი ტიტულები რაღაცა პროფესორი ბავშვთა ექიმი ყალმაპაყა. მოკრძალებული? მაგრამ თუმცა იმასაც ვამბობ, იმასაც ვიმედოვნებ, რომ თუმცა ეხლა საათის მეტნაკლებად, როცა იწყება ყარამან ფაღავა, ეს უკვე ნათელია მისი ლაპარაკი. არავის როარ შეგეშლება. არავის შეგეშლება. ეხლა რასია საქმე იცით, ბავშვთა ექიმი რომ ვასწავლე რამდენი წელია თან პედაგოგიცა ვარ და ესა ჩემთვის იდეალი ცხოვრებაში, ეს არის ნამდვილად ხმამაღალი იდეალია, მაგრამ მაინც ბევრი რამდენიმე ჩემი მეგობარი ამბობდა შენახა ჩვენი ქართველების ბენჯამინ სპოკი. იცით რომ ეხა სპოკს ფიქრობდი, იმიტომ რომ მე მაგის წიგნით გავზარდე ჩემი შვილი. ეგ იყო ჩემი ბენჯამინ სპოკი. აი ეს წიგნი ამს. აი სხვადასხვა იმასაც გაცინებთ რომ კომპლიმენტების მიყვარს ახლა ვისაც უყვარს კომპლიმენტი და რეზიდენტებმა მითხრეს ჩემმა სტუდენტებმა. დიახ. ბატონო ყარამან თქვენ ხათო აი დოქტორ მაჰაუსი და დოქტორ რიხტერი რომ იყო ეგეც მე ვარ ბატონო ყარამან ეგეც მე ხო არა რეზიდენტებმა მითხრეს და მასია რასაკვირველია და კი მეცნიერება პედაგოგიკა სწავლება ისა მაგრამ ეს ორი ალბათ საჩინო ეს მაგალითი არის სამიზნე დოქტორ სპოკი და დიაგნოსტები დოქტორ ეს იყო ჩემთვის ვერ წარმოიდგენთ ვინ მე იმასაც ვამბობ ხოლმე ცით როგორ არის იცით ძალიან მოხარული ვარ ახლა ჩემი ცხოვრებას უფრო ძალიან წელია 71 წელს დავამთავრე ხუბრობა 53 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს საექიმო სტაჟი პედაგოგიური სტაჟი 2-3 წლით ნაკლები მაგრამ პრინციპში ვიღაყო და მე ვეუბნები ხშირად ჩემ სტუდენტებს რომ ჩვენ გვაქვს ერთი უდიდესი უპირატესობა ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილვალე სიმპათიური პაციენტების ექიმები. ეხლა რა დასამალია და საზოგადოება და ამეთანხმება რომ დიდი ადამიანი ზოგიერთი სასიამოვნო იქნება ზოგიერთი არც თუ ისე და ბავშვები ყველა კაცი. რასაკვირველია. სუფთები. კი. და მე ერთსაც გეტყვით მე მტკიცებულებებზე მიყვარს, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიყვარს საუბარი და ყველა მაქვს ჩატარებული. მე სტუდენტებს პედიატრიას ახლა კათედრის გამგეეთი 30 წელი ვიყავი და ასეთი კვლევა ჩავაგდეთ რომ კითხვარი სტუდენტებს და ეს კითხვარი თქვენი შედგენილი იყო ბატონო ფსიქოლოგების დახმარებით შედგენილი კითხვარი რომლის ძირითადი სამიზნე იყო დაგვედგინა ემპათიის დონე რამდენად იყო მათში ემპათიური. დიახ. ხა მოგეხსენებათ სიმპათია, ვიღაცას მოგწონს, ვინმე მოგწონს, ვიღაცა მოგწონს და ემპათია, აი როგორ შეიძლება გაიზიაროს სხვისი ტკივილის, სხვისი სიტყვის და ეს პედიატრია ექიმებისთვის საოცრად და განსაკუთრებით პედიატრებისთვის და კითხავი გავაკეთეთ 1-4-5 გვერდი იყო, თუ 3 გვერდი, უთხარი რომ გვას მოაწეთ მეთქი. ანონიმური იყო. უფრო გაბედულები იქნებოდნენ. ხო, რამე ნიშანი გააკეთეთ, ისიც უთხარით რომ რამდენიმე ხანში გავიმეორ. სხვა კითხვას მოგცემთ, მაგრამ მინდა შეგატყოთ, კი, ზოგმა ნიშანი გააკეთა, ზოგმა რაღაცა ჩიტუნა, ზოგმა ისა და 25 დღიანი კურსი გვაქვს პედიატრიაში. და ჩილ ბავშვთა სახლში ვასწავლეთ. ჩილ ბავშვთა სახლში მოგეხსენებათ საწყალი ბავშვი. ვიმიჯი. საწყალი ბავშვი. ხო, აი მე ვერ გავუძლებდი. სამედიცინო თვალსაზრისით საწყალი, ზოგი უპატრონო დატოვებული, ზოგი ისე მივა. აი ეს ახონთამქენია და მე 2 დღე მყავდა იქ ხოლმე, დამჩენ დღეები სამანტროპოში. ხო და 25 დღის შემდეგ ხელახლა მივეცი მსგავსი კითხვა. მსგავს იდეა იგივე იყო ემპათიის დონის გაზომვა. გაზომვა მიყვარს, მეცნიერება ხომ ეს. გაზომვა იმიტომ ხართ არამან ფაღავა. 25 დღეში
აღმოჩნდა რომ სტატისტიკურად საზრუნოდ ემპათია მიმართა ამიტომაც არის რომ პედიატრები ეს პროფესიიდან გამომდინარე არიან ყველაზე ასე ვთქვათ ემპათიური ექიმები. იცით რა სხვაგვარად შეიძლება? და ამიტომაც ვისაც ეს არ შეუძლია ის დატოვებს პედიატრს. ეს დატოვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ დასვიტყოთ იცით ახლა ფიქრობ ხოლმე რაღაცა შემოსაზრება აქვს ზოგიერთ ამაში დამეთანხმები ზოგიერთში არა საზოგადოებაც ასევე რომ იცით პედიატრები ჩვენ ვართ პატრონი იმათი ვინც ჩვენი იმედი არის იმედის პატრონები გენიალური იმედის პატრონი ხომ კარგია რომ იმედი ჩვენი იმედი ვინც იქნება ამიტომაც ძალიან გენიალური გამოთქმა აქვს კონსტანტინე გამსახურდიას მე დავიბადე სოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას დაბადებული და მე ჩემ თავს სულ იმათ ვეუბნებოდი შენ ჰეი სოფლიოში უმცირესი მდინარის ნაპირას დაბადებული არ გაჩვენო დიდი მდინარეების ნაპირას ხო ყველაფერი გენიალურია დიდებული და მე მეორე ისე კონსტანტინე გამსახურდიას გამონათქვამე რომ მე სწავლობდიო რუსებთანაც, ინგლისელებთან, გერმანიაში ვიყავდიო ისა და მაინც ვეჭებდებოდი იმას. ხო, მქონდა ეს მომენტი აშკარად დავიჭირე ჩემი თავი. კაცი რომელიც სულ ეჭებდება სხვას, გარკვეულად ათასუფასოვნების კომპლექსით შეიძლება იყოს. თუნდაც შეეჭებს. შენ უნდა შეასრულო და შენ უნდა გააკეთო. ფიქრობთ რომ იყო მას შეეგა? არ მგონია პირიქით იქნებოდა. ხო, აი პირიქით, მაგრამ მე მეცნიერულად ლაპარაკობ. როდესაც ეჭიბრები სულ სხვას, ეთი გეიტსი იყო თუ აბსოლუტური გვარი შეიძლება მეცნიერება მისი გვარი და აი ის ჩერნობილი კი არა უკრაინაში მოაფეთქდა. ეს ატომა მოვიდა რაღაც გადანერგვაზე მოხდა უსასყიდლოდ უამრავ პაუს ამბობს გადაუნერგა და მე ინტერვიუ ახეს მისგან და შესანიშნავია და მეთქვა ეცით. აბა სხვას უნდა სუდეს შეეჭიბრები. შეეჯიბრე საკუთარ თავს. რა გინდა რომ გამოხვიდე? რა სამიზნე გაქვს? და აი მე მომწონს. გასაგები. მომწონს ეს ფორმულირება. იმიტომ რომ ეჯიბრები სხვას კი ალბათ ესეც საჭიროა, მაგრამ შეეჯიბრება, მაგრამ თავად არის უნდა იცოდეს შენი პოტენციალი. შეთანხმები. მე სხვათა შორის მამა ჩემზე ირაკლი ფაღავაზე ფილმი მაქვს გაკეთებული და იმ ფილმში რამდენიმე სიტყვა არის დედაჩემსედაც. მართლა თქვენ ეხა არ დამიშალოთ. უნდა აღვნიშნო რომ ბატონი ყარამან ფაღავა, აი ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. აი მისი ყველა წინაპარი, აი ცალკე განხილვის თემაა. ეს ბატონი ყარამანი ისეთი წინაპრების შთამომავალია. ეს გასათვალისწინებელია და ამიკრძალა არაფერი არ თქვა ჩემზე და ვერ ვიზა. მაგრამ დედაჩემზე კი ვიტყვი. აბა მომთხოვნი ქალი იყო. მომთხოვნი ქალი. ეს თქვენ კარგად დაგამახსოვრდათ თუ ცოტა? აი გეტყვით მომთხოვნი შვილების მიმართაც, მაგრამ პირველ რიგში მეუღლის მიმართ. მართლა დასვიტყოთ, იცი, ფულის მომთხოვნი არ იყო. დედაჩემმა იცოდა თავისი მეუღლის შესაძლებლობა ირაკლი ფაღავას პოტენციალი. აიძულებდა რამდენად გამოვიდა ღმერთმა უწყის ნაკლებად გარკვეულად კი აიძულებდა რას რომ ირაკლი ფაღავას მაქსიმალურად გამოიჩინა თავისი პოტენციალი. და მას ვუყნები ხოლმე ჩემ სტუდენტებს უფროს კლასელებს ბავშვებს იცითაში საქმე მეუღლის არჩევისას იფიქრეთ ისეთი მეუღლე უნდა ეჩიოთ რომელიც მომთხოვნი იქნება და თქვენ მაქსიმალურად გამოიჩინეთ თავს. გასაგებია ხო? აბსოლუტურად. ეს ფორმულირება არის როგორი იცით? აი
ძალიან ხშირად რომ გაიხსენო. ეხლა ბავშვებზე ლაპარაკობ ძირითადად, მაგრამ მარტო ბავშვებზეა. ისე აქაც ვიტყვი, პატარა ანონსი იქნება. ვაპირებ სპეციალური პროგრამის მომზადებას. სათაურია გენიალური. ჩემი სახელიდან მოვიხიბლე ბატონო. ხა, ჩემი სახელიდან გამომდინარე. ყარამანი მქვია. ესა და პროგრამას, საავტორო პროგრამა იქნება და ყარამანიანი 2. პირველი ეს ცნობილი ციგნის საფაფა და საულო ხანდათარგმნის მასულიდან და ესა და ყარამანიანი 2. მე ქვესათაური იქნება პროფესორი ყარამან ფაღავა პედიატრიაზე და არა მხოლოდ. იცით როგორ მოვიხიბლე? ხო, ისე რომ ძვირფასო საზოგადოება მიაყურადეთ, ხო მიცით ეს იქნება, ალბათ დაიწყება აი ამ პროგრამაში TV ქართული. TV ქართული. და ბატონ ყარამან, ეს იქნება ახალი წლის შემდეგ. არა, გასაგებია. ხო. არა, რომ უცბად არ გაუჩნდათ მოლოდინი. ახალი წლის შემდეგ იქნება მედიცინაზე, აი მაგალითად ჯანმრთელობაზე, რაც უნდა ვილაპარაკო პირველ რიგში ჯანმრთელობაზე, ბავშვების ჯანმრთელობაზე და ყველაზე მთავარი და არის იცით, ხას ვუსვამ ამას, რომ ჯანმრთელობა არ უნდა იყოს ძირითადი სამიზნე ადამიანისთვის. ძირითადი სამიზნე არის ნებისმიერმა ადამიანმა თავის რეალიზაცია. ოირადიდებულია. მაგრამ იმისათვის რომ მოახდინოს თავის რეალიზაცია, ბაზისი ჯანმრთელობა არის. რასაკვირველია, ამათმა კაცმა შეიძლება მოახდინოს მეტნაკლებად, მაგრამ თუ ჯანმრთელი იქნება, ბევრი მაგალითია მაგისა, რომ ტკივილიანმა თუ ჯანმრთელი იქნა, უფრო მეტად გამოავლეს თავის თავს და თავის და უფრო ლაღი იქნება მისი ნაშრომი. რასაკვირველია. სასიამოვნოც კი. რასაკვირველია. ეხლა როცა ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ, ეხლა დავმალავ და პროფესორი ვარ და ზოგიერთ ავადმყოფ სტუდენტებთანაც ვამბობ. აი ეს საპროფესორო ავადმყოფიაც. რას ბრძანებთ და რა გაქვთ ხედველობაში? გეტყვით, რომლის დიაგნოზი ძნელია. გესმით? ეხლა აი მე ყველაზე მეტად მიხარია და ჩემ სამედიცინო პროფილის თვალსაზრისით, როდესაც ერთთან მივიდა და სვამპატადას თავსაც მოვიწოდებ, წავით ლაბახებ, ეხლა რა მოხდა? იცით რა, თქვენგან გამკვირვებია. აი ხედავთ რა გამოიწვია ჩემმა მოწვევამ თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ მასეთი მე არ მახსოვხართ. შეხედეთ? თქვენ მის დღეში მალავთ. გერმანული სოდნა თქვენი. არა, ეს არა, მე ხო ვიცი ხა ციგნისთან დაკავშირებით. მაგრამ ერთსაც დაუსვი. ყოველთვის მეც კი ვერ დავსვამ დიაგნოზს, მაგრამ თუ დავსვი დიაგნოზს და შესაბამისად კურნალობა თუ დაუნიშნე და შედეგი რომ მივიღე, გასაოცრად ამაღება. და ბედნიერი. აი ყველაზე მეტი ბედნიერება რომ დავსვი დიაგნოზი და გაიმარჯვეთ იმ დაავადებასთან გავიდე. და ბავშვს ღიმილი დაუბრუნეთ. აი ხო კარგია. ეხლა რაც შეეხება ბავშვების დაავადებები, ბევრი არის, ახლა მე ფართო სპექტრის ექიმი გახლავთ. ჩემი 2 მასწავლებელი მყავდა მედიცინაში. ესამე მეცნიერებაშიც ვიტყვი, მეცნიერებაში ნათელში ამყოფოს ბატონი ლადო მახუდაშვილი. აკადემიკოსია. კი, რასაკვირველია. არიცი დაუთხარი ერთხელ. ბატონო ლადო, მიკრობიოლოგი, ვირუსოლოგი, აკადემიკოსი ჩემის და ბატონო ლადო, ინფექციონისტი პროფესიაში შეცდით მეთქი. როგორც თქვენ გაგეკვირდა, იმასაც გაუკვირდა. რატომ მოგია? თქვენი ხელობა უნდა ყოფილიყო თოვლის პაპა. ბაბუასამ. საჩუქრების მონა. გასაოცარი კაცი იყო, ხომ იცით რომ აი ოღონდ საჩუქარი რაღაცა დახმარება გაეკეთე. რაღაცა ისა რომ გაეხარებინ ადამიანი. მარტო ბავშვი კი არა, სხვა. იცით რომ მე მჭირზე იცით როგორი საჩუქრები გაჭი. მეორე ვინ გაიხსენებს ახლა იმას ხომ იცით ისა მოსკოვში
იყო გამალია სახელობის ინსტიტუტი და ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბატონი ლადო იყო მერიგელოვანი მამა ჩემი ეს ჩემი მასწავლებლები და იყო გიტა იაკობლევნა კაგა ებრაელის ქალი იყო ებრაელი იყო ეროვნებით ლეინური პრემიის ლაურეატი სოციალიზმის მის მასწავლებელმა კარგად გააკეთა ხო ვიცით ორი მოწაფე ყავდა ერთი აკადემიკოსად გაიყვანა და მეორე თანაავტორად ლეინურ პრემიაში ნიკოლ ბლასმებზე ძალიან საინტერესო ნიუანსი კი აშკარა მამა ჩემი თავისთავად და მედიკალოვანი იყო ესე გაცინებთ ხომ საზოგადოებას იმ პერიოდში ისე იყო რომ გასაოცრად ქართული პედიატრიის სათავეში იყვნენ ფაღავა ეს მამა გელოვანი ხადამანა ირაკლი ფაღავა მერი გელოვანი გურამ ნიჟარაძე ნოდარ ხერხეულიც აი ნოდარის ქალიშვილს რო ვუყურებ ეკრანზე როგორ მსიამოვნებს ხარ წარმოიდგენთ იმიტომ რომ მე მყავდა ორადორი პედიატრი ამორჩეული ჩემი ვაჟიშვილისთვის თუ რაღაც გასარკვევი მქონდა ეს იყო დავით კვიტაიშვილი და ნოდარ ხერხეულიძე ხო და მაია ჩემი ის იყო მის ხელმძღვანელი ვიყავი მართლა არის მამის ცუდი კითხავს ხო და რის თქმა მინდოდა აი ნოდარ ხერხეულიძე 4-ვე თავადიშვილი იმავე პერიოდში კათედრის გამგეარი იყო პროფესორი იყო მაგრამ ირაკლიც შვილი ეხლა რამე დირექტორიც იყო რამდენიმე თვე იყო სიკეთე მიუტანა მაგრამ ქართულ პედიატრიას არ ვიცი მაგრამ ხუთი თავადი კი იყო პედიატრიის სათავეში ეხლა ვისა ჩვენი ტელევიზიის გენერალური დირექტორი რო გავიდა ნასიამოვნები გავიდეთ ბატონო თავადები დავტოვოთ იცით როგორ არის ამ თავადობასთან დაკავშირებით იცით ექიმობასთან ეს სათავადაზნაურო ასოციაცია მისი ვიცე-პრეზიდენტი ვარ და ხშირად ვიკრიბებით ყოველთვის ვიხსენებ მუხამაჭავალიანის ლექსს აბა რომელს ყველაფერს პლასტიკონს ვერ გავიხსენებ არა ფრაგმენტი მაგრამ წარსული კარგი აუგი ვინთქვა მაგრამ ეს ვიტყვი ახლა უკვე ჩემსაც ვამბობ იმიტომ ზუსტად არ მახსოვს რაც დღეს ხარ ის ხარ შედავეთ ესედა ვერანაირად ამიტომაც ეს წარსული რა მითხარი დღეს რა ხარ გეთანხმებით შეიძლება არ დაგეთანხმოთ ანალოგიურად ვლაპარაკობ პატრიოტიზმზედაც არიქა ჩვენ ქართველები და არიქა დღეს რა ხარ მითხარი დიახ დღეს რუსებს აქვთ კარგი ნათქვამი ჩვენო ისე არ უნდა ვიყვეთო იმით არ უნდა ვიამაყოთო რომ კარტოფილი ვითო კარტოშკი ბზიმლიე და ხო იქ არის სიკეთე ეს მიწაშია ჩვენი ყველაფერი დღეს ვინა ვართ დღეს რა ხარ მაჩვენე შენი მეცნიერ ფაღავების საზოგადოება არის და მე თავმჯდომარე ვარ მაგათ ტიპის და აუ ჩვენ ფაღავები როგორც სხვა ქართველები მე ვიცინე ხომ იცი არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ როცა საქმე არ არის კარგად რომ აი ნარკოტიკს უმღებულობთ რომ აი დიახ აი ნარკოტიკი ფაღავებთან მაქვს ნათქვამი ხალხმა მეთქი კი ვამაყავთ ფაღავები სოფლიო ჩემპიონი ყავს ან ოლიმპიური ჩემპიონი არა ყავს მარშალი ყავს ან გენერალი არა ყავს აკადემიკოსი ყავს ამა ჩემი იყო წერკორესპონდენტი მხოლოდ მაგრამ ის ნობელის პრემიის ლაურეატი ყავს არა ყავს აბა მეთქი ედავად რას ვლაპარაკობ ხომ საზოგადოების გასაგონადაც ისა წვერვალებს უნდა მებრძოლოთ წვერვალების იმედი უნდა გქონდეს იცით რა ბატონო წვერვალებს უნდა შევეპყროთ არ მინდა დაგეთანხმოთ იცით არა ყავს მსოფლიო ჩემპიონი ფაღავებზე რახან არის ლაპარაკი მაგრამ რამდენი ფაღავა
ბატონი ირაკლი, ბატონი ყარამანი, აი მამა თქვენ ბაბუა. საამაყოს მეტი რა გაქვს? თქვენთან ის ჩემპიონი მეტი რო გინდა მე გვარზე კი ავლაპარაკობ თლიანად მაგრამ ეხლა რა გვარზე ილაპარაკეთ ეხლა ვეკეთოთ იცით ყოველთვის იმას ვამბობ რომ კი ეხლა საფრანგეთს და თუნდაც უკრაინას და რუსეთს ვერ შევიჭიდეთ დიდები არიან მაგრამ ნაწილ ჯერ ბულგარეთის დონეზე ვიყოთ მე დანიის დონეზე ვიყავ ნელ-ნელა დავიყროთ სიმაღლეები აბადო დავიყროთ სიმაღლე მე ძალიან მიყვას იმისი გამოსვლები ხოლმე სიტუაციონ გამოდის ბეძენიშვილის ლევან ბეძენიშვილი ხახნო თაჩუნდაცებას კარგია მაგრამ დიდოსტად ვეფხისტყაოსანის ერივათ ვეფხისტყაოსნის ერივათ მართალი ვეფხისტყაოსნის გვერდი ადრე თუ გვიან ქართველი კაცი ხომ იქნება ნობელის პრემიის ლაურეატი ჯერა თქვენი იცით ეს ფაქტი რომ პავლე ინგოროყვას საბუთებს აგროვებდნენ რომ ნობელის პრემიაზე წარადგინათ პავლე ინგოროყვა ძალიან დიდებული კაცი იყო მაგრამ ხო მესმის თქვენი ისა მაგრამ იყო წარდგენილი და ვინ შეუშალა ხელი? აქედან ქართველები. ხო, არა, მე ვიცი სხვებიც ქართველები, ერთი მეცნიერი იყო, მაგრამ ვინც შეუშალა ხელი, არ მინდა იქ რაღაცა. ეგ ლიტერატურა. არა, მე დავსლაპარაკობთ ის მარტო ნობელის პრემიის ლაურეატობა კი არ არის. აი სამეცნიერო შრომებით, იმებით მაჩვენე, მე მაინც მეცნიერი კაცია. სპორტი, მეცნიერება, კიდევ ისა და არა, ჩინმენლებიც კარგია რატომაც. ჩინმენლებიც კარგია. ჩინმენლობაზე გეტყვით, რომ იყო შესანიშნავი აკადემიკოსი ანტონიკაშვილი. თეიმურაზი. მისი ცოლის ოპონენტიც ვიყავი და მე დისერტაციაზე თამადაც ვიყავი. და შუა სუფრისდროს საწყოს მიწერია კიდევაც საწყოს მოგოდებაში და ბატონო თეიმურაზ მეთქე განმებული ხომიცი აკადემიკოსები, თავადები, დიდებული ადამიანები, კარგი ხალხი, კარგი სიამოვნებს ხალხი და ბატონო თეიმურაზ მეთქი საყვედური უნდა გითხრათ მეთქი. როგორც თქვენ გაგეკვირდათ იმასაც გაუკვირდა და მთელი სუფრა გადაიფიქრეს დათვლაო ალბათ და რაღაც ისულელებთ აუ თეიმურაზ ძალიან კაი კაცია კი ხამეთ ბატონო ხო გიო რა დაგიშავეო ჩემი ნამდვილი სახელი ყარამანია მაგრამ გიორგოვა დღეს ვარ დაბადებული და არ შეიძლება და გიო მაგრამ ყველა ყარამანს გეძახის და ამიტომ ხო და რა დაგიშავე რაო და რამდენჯერაც ას შევხვდებით იმდენჯერ მეუბნებით ჩინმენლებს გაბახსენ და გძევაში პრეტკი სლუშილიო და ნესლუშილი მეთქი ეს თქვენი წინაპრები იყო გედადლები და ჩემ წინაპრებში ერთი პოლუჩიკი ყავდა მეთქი ხო წარმოგიდგენიათ ამიტომაც ვამბობ ჩინმენლებიც გვინდა ყველაფერი გვინდა მაგასთან დაკავშირებით მაგონდება ბატონო ყარამან აბაშიძეებზე ფაღავებზე ვლაპარაკობდით იცით რა მაგონდება იპოლიტე ხვიჩიამ ხო და დოდო აბაშიძემ მაგრა იჩხუბეს და გავიდა ნუ რაღაც გარკვეული დრო და შეხვდნენ ერთმანეთს და ნუ მეგობართა წრეა და კი მაგრამ თქვენო კიდე არ შერიგდით როგორცო იპოლიტე არის გაბრაზებული დოდოზე საშილად და ამას როგორ შეურიგდებიო ესენიო ესო ქართველებს ყმებად ყიდნენო გამოხედა დოდო აბაშიძემ და ახედა შენაირი უნდა გამაყიდა აბა რა თქმა სხვათა შორის კიდევ ვიტყოდი იცით საგებლობ შემთხვევით საკეთ შემიძლია ყველგან ვიმეორებ ამას იმპრინტინგზე მინდა ვთქვა ბრძანეთ მაგრამ ვიდრე იტყვით ჩვენ ერთი შეხვედრა კიდევ მოგვიწევს იმიტომ რომ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვიცია და დრო გადის უკვე არ მოგიციათ ეგ შეკითხვა და იმიტომ რომ ისეთ საინტერესო ამბებს გვიამბობთ რომ გაქვთ ვალათ ეს ხო სამომავლოდ დიახ მე იმპრინტინგზე მინდა ვთქვა
კონრად ლორენცი იყო ესეთი დიდი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ყველაფერი და არის ის იმპრინტინგი, ბევრმა იცის, ზოგმა არც იცოდა ჩაბეჭდა. სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ წლებში რაც ჩაიბეჭდება, ეს სამუდამოდ რჩება ადამიანში და ეს არის განსაცვლელი მისი კულტურა. ტატიანა ჩერნიგოვსკაია მაგას ამტკიცებს. ხო, კულტურული კოდი. დიახ, კულტურული. არსად არ მიდის. აი ესე რჩება კულტურული კოდი და რა ვიცი, თუ მე მაწუხებს რამე ყველაზე მეტად, ეს არის ერთი, რომ საოცარი მიგრაცია საქართველოს. რაღაცა ლექსიკა, ლექსია თანამედროვე საქართველოს შემიმოქცა შვილი და საკარგავი. არ მახსოვს ვისი და საქართველო კი არაო, თვითონ მოიცადეთ ხო ეს თვითონ თბილისის ადარიო თუ საქართველოს, სხვა საქართველოს ადარი კი არა, თვითონ საქართველოს ადარი ჯერ ის ვიპოვოთ. ხო და აღარ არის უკვე ხო? არ მინდა დავიჯერო. არის, როგორ არის? ვენაცვალე მე ჩემ ქართველებს, ვენაცვალე მე ჩემს ახალგაზრდებს, ვენაცვალე მე ჩემს ბავშვებს, საქართველოს ბავშვებს და თან მინდა რომ იმპრინტინგი რა მინდა იცით რომ იყოს, რომ ჩაბეჭდილი რომ იყოს. ერთ მაგალითს ვამბობ. ერთ მაგალითს. გისმენთ. ცოტა შეიძლება ზოგს უხამსოდ მოეჩვენება, მაგრამ მაინც არაფერი უხამსო იმაში არ არის. გამსდელი ყველას გვახსოვს. გამსდელზე ვარ გასtildeები და იმას ვამბობ. კაცი ბავშვობაში რომ ისწავლის გამსდელს. მაშინ როდესაც რა არის სექსი, თან იცის და თან არ იცის. და კი უნდა იცოდეს ადრე თუ ბიან ხომ ხო, მაგრამ სპორტული ინტერესის იმ დონეზე. ხო, მე 7-მე კლასში სწავლობდი. მაგრამ გამსდელს რომ ისწავლის, სამუდამოდ ჩაიბეჭდება მის ცნობიერებაში, ესეც იმპრინტინგი არის, ესეც საქართველოს, მაგრამ იქ არის რომ მეგობრის ცოლთან საქმის დაჭერა ვაშინებს. მე სამწუხაროდ არ ვიცი მეგრული ეს მეგრულად არის სიტყვა ეს რას ნიშნავს იცით იმდენად სული რამეა რომ თქმაც არ შეიძლება ტაბუ გესმის აი ეს ქართულობაში გვაქვს მეცაც გეტყვით პაატა იმნაძე არის ჩემი მეგობარი ხო და იმან მითხრა იმ ძიმეწლები როცა იყო ხო და საფრთხე წავიკითხეო მოხსენებაო და იმ მოხსენებაში თქვი რომ სასუსათო კალათა არსებობს. აი რამდენი ხდება საქართველოს შიმშილობს. ეს ძველი ამბავი აი როდესაც ხედავთ პერიოდში და რაც ხელი ასეა როგორია თქვენთან სიხშირეო ძალიან მძიმე ეს შიმშილის ბავშვებს აქვს კვაში ორკოდი მარასმი გესმით როგორია ამის სიხშირე და დავიბენიო პედიატრიაც მაგი განათლებით და შეხვედრია მე ახლის პედიატრიად ერთი როდესამე ამტოფი თუ მინახავს ამისთან კი მაგრამ რაღაცაში ცდებით თუ შიმშილობა არისო მაშინ კვაში ორკოდიც და მარასმიც უნდა იყოს დავიბენიო და წამოდგა ერთი უცხოელიო არა ბატონებო მე მაქვეყანაში ვარ ნამყოფიო და მჯერა რომ მართლაც მასია მიუხედავად სასუსათო კალათის სიმსივრისა კვაში ორკოდი და მარაზმი არ იქნება უცხოელი რატომ თუ ოჯახში საჭმელი არ აქვთ მეზობელი დააბრუნებს რამდენჯერაც ვამბობ ამას იმდენჯერ თმაყალზე მიდგება იმიტომ კი ხშირად დურაკები ვართ ხშირად სულელები ვართ ხშირად მოღალატეები ვართ ცუდები ვართ მაგრამ რაც გვაქვს ბავს შიგნით ატატურებს იცით რომ დასავლეთ საქართველოს ეს არის ჩვევა თითქოს ხომ გსმენიათ არა შეიძლება ხვალისთვის მას შიმშილი ელოდება მაგრამ დღეს რაც აქვს ყველაფერს სტუმრისთვის გაიმეტებს მაპატიეთ იდიოტიზმია კი ბატონო მაგრამ ხომ არის ეს თვისება არის მაგრამ იდიოტიზმია ერთი ცნობილი ამბავი არის მონტე-კარლოში ნამდვილი ამბავი არის ეს აბაგისმენთ მივიდა ქართველი აფხაზი ვინ გაყვესა და შერვაშიც გვადათ მოვიჯე და უშვებდნენ
და პასპორტი უჩვენა კნიაზი ვარო პრინც ჩელაში მივიდა შევიდა და გავუმართ ისე ახალგაზრდებმა არ მომისმინონ ესე გამართლება კაზინოში მისვლა ეს ნიშნავს გაუბედურებული იქნება უშუალოდ ახალგაზრდები ეკრანებს მაგრამ მოიქო მილიონი ფრანკი მოიქო ეგ არ ვიცი ნამდვილად რომ გადიოდა ნეკარეს აჩიკა ნაჩაი ქართული თუცელაცობის გამოვლენა ამ სიბრიყბე ხო ამ ფულით რამდენს დაეხმარებოდა თვითონაც დააპურებდა ეს რაც გვაქვს მაგრამ სიკეთეც გვაქვს როგორ არა გვაქვს მაგან მოგვეყვანა აქ მაგან მოგვეყვანა სიკეთეც გვაქვს და ამიტომაც ვამბობ ხომიცით მამაჩიმის მოგდა 28 იანვარს ხოდა სიკვდილამდე უკვე აღარ გწნობდა თავს კარგად და რა გამოვიდა იცით მე სიკვდილი ჩაიქცა 5 დღეში მოგდა და სიკვდილამდე ნათესავებს ესტუმრა პატარა სუფრაზე იყო კათედრაზე რამდენი წლის იყო ბატონო ჩემი 70 დააკლდა 2 თვე 3 თვე უი რანაირი ასაკი და რაზე გამახსენდა იცით ბოლო ნამხედი როიალს უკრავდა მე უმიჭვა ამ ხრივ და როიალს მიუჩდა და დაუკრა ჩემო კარგო ქვეყანა რაზეთ მოგიწვენია მომავალი ჩვენია და ასლაპარაკობიცით რომ აი ჩემს მაგ ჩანაწერები ხო გაქვთ თქვენ მამა თქვენისა კი მაგრამ ეს უშუალოდ არა ნოტები კი უკრავდა კიდევაც მისი ავტორობითაც ისა და აი ეს ხომიცი და რაც არ უნდა სიძველეში ვიყოთ აიც უნდა გჩეროდეს ჩემო კარგო ქვეყანა რასეთ მოგიწენია აწყო თუ არ აღწყალობს მომავალი ჩვენია მომავლის იმედი უნდა გქონდეს ყოველთვის აუცილებელია სხვაგვარად არ იქნება იცით ის მუხტი რომელიც დიდ საქმეს გაგაკეთებინებს თუ იმის იმედი არ აქვს ხო გჭირდება რა იმედიანი შეძახება ეხა აი თქვენ რო იმას აკეთებთ გამახსენდა ძველი რაინდები რომ შემოძახებდნენ თავადები წინ რო გარბოდნენ და ამას არ იხსენებენ აქაც კიდევ ერთი ამბავი აბა ისმენთ აი ცნობილი ამბავია სადაც მეგონი ეს რომელიღაც მოთხრობაში არის აი სამეგრელოში რომ მიდიოდნენ ხო ცხადოსნებისაცი უფროსები ყვანს თუ რამე გადასალახი იყო უმცროსები უნდა წასულიყვნენ ეგ არ ვიცი დიდებული ამბავია ამიტომაც არის იცით კი რეკამათები მაღიზიანებენ ზოგჯერ ესა მაგრამ იმედი ამათი მაქვს გეთანხმებით მაგრამ ეს სახამთი თუ სადმე ძნელი გადასალახება რაცა ახალგაზრდები დიდონ თან ჩვენებდნენ უფროსებს რომ აშკაცები არიან გესმით თანაც ხიფათის ამაყები იყვნენ თვითონაც და ხიფათისგან კი მაგრამ ეხლა რა მტკივა იცით პედიატრია გადავიდა უკანა პლანზე და მაგრამ არანაკლებ საინტერესოზე და სულ პედიატრიას ვლაპარაკო მე რასულ ვლაპარაკო სულ პედიატრიას ვლაპარაკო მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ კონფერენცია რაღაც სამეცნიერო კრიმინოლოგიური და მე თბილისში ხო თბილისში ხო და ისე და მე დამიწყებით ალბათ გაგეკვირდებათ რა შუაშია პედიატრია და კრიმინალისტიკა პედიატრიაში იწყება ბულინგი არის ერთი ყველას გასაგონად საშინელი ამბავია მარტო საქართველოში კი არა ყველგან არის ბულინგი სკოლაში რომ ჩაგდამენ ერთი მეორე ჯეიმს პრესკოტი რას ამბობდა ხო აბა თუ ბავშვს არ გაანებივრებ შენი მოფერებით შენი ყურადღებით თუ არ ჩაიხუდებ ის ბავშვი დამნაშავე იზრდება გენიალური რამეთქვით და ხშირად ვეუბნები მშობელსაც ვეუბნები საზოგადოებას იმას ნუ დავაკლებთ ბავშვს ალეს აქ ზედმეტი არ არსებობს
ეს არნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ. არა, მაგრამ ალერსი, სიკეთე, მოფერება ეს აუცილებლად. მოვეფეროთ ჩვენ ბავშვებს, მოვეფეროთ ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენი იმედია. აი ჩახუტების როლი რამოდენა სიძლიერისაა. სიყვარულის ჰორმონები გამომუშავდება. იმედი ეძლევა. ბედნიერების, სეროტონინი იმატებს. აბა როგორ? ზაშკარივით. Конечно. მე რუსული. ხო? მაგრამ რა, იცით რა? ენდორფინები, ენკეფალინები. კი, და ამიტომ ამას გვირჩევენ 20 წუთიანი რა ვზანებთ, 20 წამიანი ჩახუტება. ესე იგი აფეთქებს დადებით ემოციებს. და 10 წუთიანი გისმენთ? აი 20 წუთიანი და იმაზე წუთიანი არ წამი უნდა მეთქვა. წუთიანია და გინდა იყოს 1 წუთიანი მამების საყურადღებოდ ხმობთ. მესმის მამები დაკავებულები არიან. ფული უნდა შემოგვიჭიკი ოჯახში და ბიჭიკი აბა როგორ ეს მოვალეობაა კაცის. იცით რა თუ ინგლისურ სიტყვას ვიხმართ არ ბოდიშობთ. რა ბოდიშობთ რუსულზე მაგალითად? არაფერი. ხო, გისმენთ ბატონო ყარომა. ხა, მაგრამ ყველა მამას ვეუბნები, გამონახეთ და თუნდაც 1-2 წუთი მოეფერეთ. იმ ბედნიერების შესაგრძნობად. მოეფერეთ ბავშვს. დედასა და ბავშვს შორის ისეთი სიმები არის, რომ ყოველთვის დედასთან. მამამ ყოველდღიურად უნდა დაუმტკიცოს, რომ ის მამების საყურადღებოდ ნუ შევიცხენთ თავს. ოჯახის წინაშე. კონდეთ შვილებს მათი იმედი. ხო? გესმით, ნუ შევიცხენთ. აბსოლუტურად გეტყვი. თავადი არ არის მამა, დედა არა საკუთრებია თავადი, მაგრამ მამასაც უდიდესი როლი აქვს და მე სიბერეში ნუ ვიტყვით, რომ დამნაშავენი ვიყავით შვილების წინაშე. დიახ, აი ეს სინანული არ დაგვიანდეს. გვიანი სინანული არ არის კარგი. და იცით ეხლა გაგეცინებათ ისე ჩემი მშობლის მაგალითს. რატომ ბატონო? ძალიან საინტერესო. და ჩემი კაცი იყო. მე გეტყვით, ახალგაზრდა ექიმი ვარ და რთული დიაგნოზი დასვი. დედაჩემი მე ორივე ასპირანტები იყვნენ. ბავშვთა დეპარტამენტის კათედრის მე წავიდნენ და დედაჩემი გახდა მე ტუბერკულოზში განყოფილების გამგე. 4 შვილის დედა იყო, მასე კი ყველა დოკუმენტს ამთავრებდა იმით, ჩემ სტუდენტებს, პაციენტებს ყველას ვეუბნები, აიღეთ მაგალითი დედაჩემისგან, იმიტომ ძირითადი საამაყო ეს ქონდა 4 შვილის დედავა და არ შემიძლია რა შეიძლება უკეთესი გახდეს და არ შემიძლია თქვა რომ აი რა დიდი საქმე გააკეთა კათოლიკოსმა რომ ეს მესამე შვილის რამდენმა ოჯახმა გააჩინა მესამე შვილი აი ამის ხათით ხო და დედაჩემს იმას ვარ და რომ ახალგაზრდა ექიმი ვარ, საავადმყოფოში რთული ავადმყოფი იყო, დავსვი დიაგნოზი, მართალი აღმოჩნდი, ტუბერკულოზური მენინგიტი იყო, გავაგზავნე დედაჩემთან და საღამოთი იმედოვნებ, რომ დედაჩემი შემაქებს. აბა, რას ამბობთ? თქვენ ხართ მოლოდინის რეჟიმში. დროზე დასვი თუ დიაგნოზს. დროზე დასვი. დედაჩემისგან ეს იყო უდიდესი შეკება. მართლა? დროზე დასვი დიაგნოზი. ეს იყო ყველაფერი. მამაჩემი სხვანაირი იყო. მამაჩემი იყო უფრო თბილი იყო. არა დედაჩემი შეეძება, ჩემი პიროვნება იყო. მამაჩემი უფრო თბილი და მომწდავა ეცეთ ჩემ შვილებს არ ვიხმარებოდი გაკვეთილებში. ერთადერთი იყო ქართულის თემა და ლოგიკოს კაცი იყო და რაღაცა თხზულება უნდა დაეწერათ და საფრთხ მივლინებაში მივდიოდი და მამაჩემს თხოვე, მამა ხომ დაეხმარება. ასოკლი. მივიდა ჩემი გოგონასთან. ეკალაში მყავს. ვიცი, წაიკითხა, ძალიან კარგი შეაქ. შესანიშნავია. იმ დღეს საკონტროლად იყო და დაბრუნდი მე. ხო და მაჩვენებია ეს კეთილსულის თქვენ? აი მე მეცნიერ დედაჩემს გავაღამაში. ხო და კი მიყვას კომპლიმენტის თქვა მაგრამ არა თქვენზე არ შეიძლება ის შეფასება. სახეთაც დედაჩემს გავა. ხო კი. ხო და ჩემი ქალიშვილი მეუბნება.
მე კი ვიციო რომ შენ მათთან ხარ ყველაფერი დაჩივისწოდე უფრო მან დაინახა მასში სისწორე ხო თქვენ შესწორებულში რა მე ლოგიკოსი კაცი ვარ ხომ იცით ისა მაგრამ ბაბუა ირაკლი შემაქო რამოდენა იყო მაშინ იყო ერთი მეშვიდე კლასში იყო როგორ ჭირდებოდა ის სითბო ამას რა დამამიწევს წარმოგიდგენია ამიტომაც ისე ვეუბნები მშობლები ბებიები დიდები შევაქოთ მოვეთერო და ბანემ აქე ვიტყვი კიდევაც იცით ძველი ბერძნები მაინც სიბერე მეწყობა ბერძნულაპარაკი მეყვარს თქვენ ამბობთ მაგას ბერძნულაპარაკი მეყვარს ხო და ძველი ბერძნები სიყვარულის სხვადასხვა ფორმას გამოხატავდნენ ასახელი ერთი იყო ეროსი კი ბატონო ეგ ცნობილი და ერთი კიდო რამოდენიმე ერთი იყო აღაპე კი აღაპე გასაოცარი ფორმა სიყვარულის როდესაც გიყვას რაღაცა მისგან გინდა და აღაპე ეს არის მე ვიტყოდი ბებიების დიდი დედების სიტყვა მომწონს და პაპების სიყვარული შენ ოღონდ კარგად ეყავე და შენ არაფერი მინდა ძალიან კითხულობდი სიყვარული არის სიყვარული როდესაც მისგან არაფერს არ მოიწყო იყავ ბედნიერი და მეც ბედნიერი ვიყავ ეს ისეთი რამ რომელიც გაგათმობს ადამიანს არაფერი მაგის ფასი არ არსებობს სითბოსი და სიყვარულისა და მოდის ფოცხიშვილის გახსოვთ ლექსი აბა რომ აჩუქოთ პანეთს როგორ ვაკლებთ ჯემალმა რო თავის მუსიკალური ემით გაალამაზა კარგი იყო და გენიალური ბევრი ყავს კარგი ძალიან ბევრი და მე ყავს კარგი და განაცუდი არა გვაქვს არის მაგრამ ეს არის იცით მე იმას ვაპარაკო აი პოლიტიკა და მაგრამ პოლიტიკა იყო პერიოდი როდესაც არის ჩვენ ქართველები ჩვენზე უკეთესი ადამიანები მე იყო პერიოდი და ქართველი ყოველთვის მოღალატე იყო ყოველთვის ცუდი ზარმაციც იყო თურმე თავდა მოღალატე ცუდი მაგრამ მე და ვაპარაკო ფიცით დასაკვირველია შუა ადგილი უნდა დავიკავოთ ოქროს შუა წერტილი მაგრამ მაინც ჯობია ერთი ორი ნაბიჯი იქით გადავდგათ მოვეთეროთ თქვათ რომ კარგები ვართ და უკეთესი ვიქნებით რასაკვირველია ეს წახალისება ბავშვის აღზრდაში არის იცით ესა რომ არის დადებითი ფიდბექი აი ხო აი ხარ ბოდიშოპ ინგლისურზე არ ბოდიშოპს რატომ და რუსულის გვეში და როგორ არის იცით რაც უფრო მეც ვეტყვით კარგ კომპლიმენტს ბავს მეგობარს მეუღლეს ქვეყანას უკეთესი ვიქნებით ეს არ გაგონებთ მცენარეს რომელსაც მოეფერები წყალს დაასხავ და გაგიჟდება საპასუხოდ ხო კატა და უფლისწული აბატონ ეგზიუპერი ის ყვავილი მელოდება ის რომელსაც უდგება ძალიან კარგად სამწუხაროდ ჩვენი დრო დასრულდა აი ხო დასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმადე ხალის ძალიან კარგი იყო მაგრამ უამრავი კითხვა დამრჩა მაგრამ იცით რა აუცილებელი იყო ყარამან გია ფაღავა ამ კუთხით გაეცნო მაყურებელს თორე ის რაც კითხვები მე მაქვს ამას მე ვპირდები რომ ჩვენ ერთ გადაცემას ამ კითხვებს მიუძღვნით ხომ მეთან ხმები კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა ამიტომ პასუხი არანაირად ხო მოკლედ ესე მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ყარამან ფაღავას რომ დრო გამოძებნა თქვენთან სასაუბროთ მოსულიყო და გემშვიდობებით მე მაინა აბაშიძე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ